მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. Ხაერს ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები ათვასეთ. დღეს ვნახოთ თქვენი ჩაფიქრებული როგორ ენერგიებშია. წყვილზე წმენდები არ მქონდა მანამდე, სათითაოდ მქონდა ეს წმენდები და უკვე დაპრაქტიკებული, უკვე გამოცდილი, უკვე მოკლედ და ეს სიახლე მაქვს რომ იცოდეთ, ანუ ეს არის თუ დავუშვათ ცოლ-ქმარ შორის ან შეყვარებულების შორის მოხდა დაშორება, აი წვილი რომ გაიწმინდოს, მხოლოდ ეს თემა რომ მოგვარდეს, ანუ იქ მანამდე ღებულობდი, ანუ მთლიანად გასუფთავებას და რაღაცას, ხო? ეხლა ზუსტად ის თქვენ შორის რაც არის სხვა საგვარეულო, პეტრე, პავლე, ნინიკე, არა, აი ზუსტად ის თემა მოიხსნება. აი ესეთი სიახლე მაქვს, ვფიქრობ ძალიან მაგარი არის, მე თვითონაც აღფრთოვანებული ვარ სხვათა შორის და შედეგიც რა თქმა უნდა არის ზედ. ხო და მოკლედ შეგიძლიათ ვისაც ჭირდება ეს გამოიყენოს ეს წმენდა, რა თქმა უნდა სანთელზე წმენდებს დავდებ, მაგრამ იმდენად გადატვირთული ვარ, აი ეს გაგზავნა კიდე სამაჯურების რაღაცა გაგზავნის თემა და აი ეს ატვირთვის თემა, ამას რო ვტვირთავ, ეს ძალიან დიდი ის არის ჩემთვის. დღესაც ხო უნდა დავდო ჩანაწერებიც. მაგ წყვილზე მას აუცილებლად დავდებ. სანთლის წმენდას. კარგით. ნახოთ ვისთვის არის ახლა ეს გაშლა. ვისთვის არის და მოკრიალებს აქ უკვე წერილი შეტყობინება, რაღაც ამბავი, მოკლედ თქვენ შორის არ აქვს მნიშვნელობა თუ ამდენი ხანი იყო გაურკვევლობა, არ ვიცი რა ვქნა, კი ვქნა თუ რაღაცა ესეთი თემა. პირდაპირ ადამიანი ფიქრობს ვინ არის კონკრეტულად არ დამფიქსირდა, მაგრამ ის აშკარა არის რომ აუცილებლად უნდა მიიღო თქვენ რაღაც შეტყობინება, რაღაც აი თითქოს გზაში არის უკვე ეს ყველაფერი. მაინც რომელი კატეგორიაა, მოდი ნახოთ, მაინც კატეგორია მანახე ვინ არის. ახალგაზრდა ენერგიებში მიფიქსირდება ძალიან ენერგიული, სხვათა შორის შემდგარი ცოტა იმდენად ენერგიული არის, რომ შეიძლება ცანცარში ან მოუსვენარ ტიპაში მოგეჩვენოთ, ეს ალბათ რომ დაჯდეს, ხო? ვერ გაჩერდება დამჯდარი, ან ცქმუტავს. რაღაც ისეთი მოუსვენარია, შეიძლება ფეხის ესეთი თამაში რომ იცის, ან ადამიანმა ხوارს ხელში რაღაცას ათამაშებს. აი ვერ ისვენებს, ან წრიალებს, მიბრუნდება, მე მგონი საჭმელს დამჯდარი ეს ადამიანი არ ჭამს, ესე ფეხზე დარბის და ესე ჭამს. ესეთი ტიპაში არის, ხო? ვერ ვიტყვი ახლა ეს პროფესორია თქო, მაგრამ სხვათა შორის უნდა პროფესორო. კარგით. და ძალიან ესე რომ ვთქვა, თქვენსკენ აქვს თვალი და ყური. ნახოთ აბა რას იმოქმედებს, ახლა კაი რაღაცა გითხარი, აქ არ გააფუჭოთ, აქედან გესროლი ბომბას. ვინც ხახარდა. ნახოთ, აი ზუსტად იგივე მომენტში დამიფიქსირდა. ნახეთ როგორ არის მართალია, მე არ ვიცი რა პასუხს მივიღებ შენგან, მაგრამ უეჭველი ეს ძალიან მალე გამოდის კონტაქტზე, ხალხო ამას არ დააგვიანდება, არ ვიცი. აი 6 რიცხვი მან გაიარა, ხო, მაგდენი ხანი ამას არ დააგვიანდება. მოდი დროს დავანებოთ თავი. კარგით, რას გამოგწერათ? კარგი, რას მოგწერს? მაშინ ესე იგი გწერთ იმას, რა ქვია, შეტყობინებას, ხო? ესე იგი, რას გწერთ, რას საკითხზე გესაუბრება, ძალიან ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი რაღაცა და ეხლა ჩემს ინტერესებში არ შედის ჩვენ შორის რაღაცა ქაოსი და გაურკვევლობა რო იყოს და ესეთი გაუგებარი დავუშვათ თემა, ან თუნდაც ნახეთ რაღაცა საკითხი შეიძლება თქვენ შორის არც არის გაუგებრობა, მაგრამ რაღაცა საკითხს იღებს ეს ადამიანი და გეუბნებათ რომ მე ამ საკითხზე ძალიან ბევრი ვიფიქრე, რას დაახლოებით რას ეხება ეს ყველაფერი. რას ეხება
მის თავს ეხება, მის ხასიათს ეხება, ესე იგი და მის ინტერესებს ეხება. რას ლაპარაკობ, კაცო, ნახეთ. აქ მანდამაინც სიყვარულზე კი არ იწყებს ლაპარაკს, ესე იგი მართალია ესეთი მოტივირებული წერილია თითქოს თქვენ შეიძლება ასე გეგონოთ იქნება მოიყოს ენა ლაპარაკდეს მაგრამ არა ამას მისი ხასიათი მისი საწუხებს რაღაცა დახმარება უნდა რაღაცა უნდა მოკლედ ჭირდებით რა დაჭირდით ეს ახლა აღარ მომეწეს რა იყო ეს რა იყო ახლა რცხვენია დაჭირდა და ესა რა ქვია ზაბაცნოი პაგრიშკა მყავს მე აკანე გოგონებში როგორ ბედავს ესეთ ხასიათი არ ვარ დღეს ახლა. ამის ხასიათი. ეს როლოთ აქიდან ბომბა. ავაფრთხოთ. კარგით ვნახოთ, მე რას იზამს ეს ადამიანი თქვენთან ემართებაში. ეს დახმარების წუწუნს იწყებს. კიდევ დახმარებაზე, ესე იგი ამას გინდა ბომბა ეს რო თქვენ რაც არ უნდა გააკეთოთ, ეს როგორი ტიპაჟია, იცი? მის ინტერესებში რაღაც არ საკითხი რო შედის, ესე იგი შედის და შედის. თქვენ გეტკინათ, გეწყინათ, გაგიხარდათ, არ გაგიხარდათ, გაგიტყდათ ის, ამას ეს არ ითვალისწინებს. ეს ნახეთ, წესი და უკვე ასე აღარ უნდა გაეგრძელებინა. ხო, შენიშვნაც რომ მისცეთ ამ თემაზე, არა, გადავხობს, გადმოუხობს და შენ რაღაც ხო ხვდებით ისეთ ბაზარს გამართავს. აქ არის ესეთი ვარიანტი. ნახეთ, ამას კი მე მჭირდება დახმარება, რაღაცა პრობლემიდან გამოსვლა და მე შენ აგირჩიე და კაცო, რისთვის ამერჩიე, ვერ გავიგე დედა ტერეზოვის, დედიკოს თემასთვის თუ რაღაცა ესე დამხმარე მოსამსახურის თემა და რაღაცა ესეთი თემებში აგირჩია. მარტო ეგ არის შენი ინტერესი რომ დაგეხმაროს ადამიანმა. აი გრძნობას კითხავ, გრძნობა გაქვს? გრძნობა. ურთიერთობის დასტაბილურება მინდა, იმიტომ რომ რაღაც აქ მოხდა, შეიძლება, გულისკენ ეს მომენტი ყოველ შემთხვევაში მას არ მოწონს, არ მევასება ესეთი რაღაც ესე ამბობს. რაღაცა ცოტა გაძველ ბიჭი და ცანცარა ტიპაჟად მას ეს ცანცარა არა, მოუსვენარი და არ არის გამორიცხული ზუსტად ესე რომ გითხრათ და დაგლაპარაკო, გოგო. ესეთი ვარიანტით, ხო? ურთიერთობის განახლება კი ბატონო, მე მსურს, მე არ მსურს, ესე რაღაცა. ეტყობა ნახე ჩემს ინტერესებში ყოველ შემთხვევაში შენი რაღაც დაშორება და ეს ბლოკები თუ ხო ხვდებით, ესეთი რაღაცა არ შედის რა. ეს იყო გაუთვალისწინებელი, ესეთი რაღაცა არ ქონდა მას დაგეგმილი, რომ თქვენთან რამე გაუგებრობაში იყოს ყოველ შემთხვევაში, ხო? აქ თუ რამე ესეთი გულის ტკივილი იყო. თუ გულის ტკივილი არ იყო და უბრალოდ არ გამოდიოდა კონტაქტზე, მაინც რაღაც უნდა, რომ ეს უკონტაქტობა თქვენ შორის არ იყოს. ანუ ეს მის გეგმებში და მის ინტერესებში არ შედიოდა, თუმცა გრძნობა არ აქვს. კარგი, მოდი მაშინ ვკითხოთ ახლა აქ რატომ არ გაქვს გრძნობა, სხვა ვინმე არის, შენს გულს დაპატრონებული, სხვა ქალი არის აქ. სხვა ქალი არის, აბა გითხარით. ამ თემაზე, ესე იგი ამ თემაზე საერთოდ არ სურს ამას საუბარი. ნახეთ, ეს არის ჩემი საიდუმლო, ეს არის ჩემი და იცი რა მნიშვნელობა აქვს. შენ თუ რაღაცა ესე უკვე მასზე გადმოდის. იკეტება ამ თემაზე, რომ მკითხოთ, მაინც არ გეტყვის ეს სიმართლეს. მეც არ მეუბნება მისი ჭკვით, მაგრამ ახლა ამას დავემორჩილები, მე თქვენ როგორ ფიქრობთ. ამან უნდა ემასკრას, ახლა მითხრა არ გეტყვი და ხო. ნახეთ, როგორ არის არა, ეს სიმართლეს თქვენ არ გეუბნებათ. კარგი, გავხსნათ ახლა აქ ჩვენ სოტკეთი. მითხარ. რა ხდება აქ პირადში? არის კი, სრაკალი არის. არის. და ეს არ უნდა თქვენ რომ გითხრათ. რატო არ უნდა ეხლა? ეტყობა თქვენ უკვე ამაზე რეაქცია გექნებათ, ხო? თავისთავად ესე გამლელი თქვენთვის არ არის ეს ადამიანი, უბრალოდ მეგობრობა და უბრალოდ გამოვა კონტაქტზე ესე არ არის, ხო? ხო, ძალიან სუნამო გამომიგზავნა ერთმა ქალბატონმა თელავიდან გოგონამ და ეს ადაბადების დღე საჩუქარი ეხლა მივიღე და დავიპყურე სხვათა შორის გავხსენ ძალიან დიდი მადლობა მინდა ჩემო კარგო გაადაგიხადო და მე ხო როგორ ტიპაჟი ვარ სუნამოების მიმართ ეხლა მირჩევნია არ მაჩუქოს ადამიანმა ხო და
პირველად არა, მერე რომ დარჩა, ანუ ხელზე. კარგი ნამდვილად კარგი სურნელი აქვს მომეწონა მართლა. იშვიათად მომწონს ზოგადად სუნამოები. სულ ესეთნაირად მგონი, რომ აი ჩემს მოსაწონს ვერ მაჩუქებენ. სხვათა შორის ადრე მაჩუქა კიდე. ის იყო ესე აქედან გოგონამ გამომიგზავნა, ისიც სადაბადების დღეო იყო. და მაშინაც ასე ვფიქრობდი, აი მე ახლა არ გამომიგზავნი და რატო უნდა დაიხარჯოს, რა თავი მოიკლე გამომაგზავნა. ისე მომეწონა, სკანდალი იყო ოღონდ ის და სკანდალის ეს არ ვიყავი. ძალიან მომეწონა სხვათა შორის. მე მგონი სხვაობა მაგაში, ხო, მოკლედ. ხო. მოწითალო ფერის რომ არის სითხე, უფრო მოწითალო. ხო, რაღაც ესეთი მომწონს, მოკლედ ამ ფერის სითხე რო ასხი. და ძალიან მომეწონა და იმდენად მომეწონა, მე გადავუხვიე, ხო, ხედავთ, არ შემიძლია მე ისე კაცო გაშლა. მასკენი, რა ქვია. რაც რა ქვია. მე გავხდი მომხმარებელი, მე უკვე ჩემი რამდენჯერმე შევიძინე. ხო. ეს გადახვევა ამ ადამიანს თქვენი ეს სურნელი მოსწონს გენაცვალე. აქ ტყუილად ეს ჩანართი არ გამიკეთებია. გაიგეთ ხალხნო, მე ტყუილად ჩანართებს არ ვაკეთებთ. ამას თქვენი სურნელი ძალიან მოსწონს. არ არის გამორიცხული, ზუსტად ესეთი საქციელი კონდეს თქვენს მოვიდეს და ცოტა შეიძლება შეუმჩნევლად, ხო? ზოგი ახლა ამას შეუმჩნევლად აკეთებს, რატომღაც ასეთი ვარიანტიც არის აქ. მაგრამ რა გინდა ახლა ის მოსწონს, ეს მოსწონს, მაგრამ აქ არის ქალბატონი. კარგი, რა ურთიერთობა აქვს ამ ქალთან? ეს გიყვარს, ეს მითხარი, ვინსთანაც ურთიერთობაში ხარ. არა. რა ურთიერთობა აქვს და აქ რაღაც რა ვიცი, ქალიდან აეთყობა ეს, ხო? არა. აქ სიყვარული არ არის, აქ იმდენად დაფარული, მარტო დაფარული არ არის, რაღაც ამ ქალიდან ჩარევები უფრო მიფიქსირდება, მე თან სერიოზული. არ გამოვრიცხავ, შეიძლება შვილის და რაღაცის თემაც იყო ამ ქალიდან ამასთან. ხო. არ გამოვრიცხავ, გერა ასე არის ზუსტად. კარგი, ამასთან გააგრძელებს ამ ქალთან ურთიერთობას. მოდი ჩავეძიოთ, ამის დაკარგვაც არ მინდა, მაგრამ გააგრძელებთ. დაკარგვა რატო არ გინდა? დაკარგვა რატო არ გინდა? რაღაც ესე იგი სიამოვნებდა ეს რაღაც ლოგინის თემაში, აინც თავის ჭიას იხარებდა. არა, ამასთან ნეიტრალურ პოზიციაში გადადის ამ ქალბატონთან ეს და სხვათა შორის ძალიან რაღაც პრობლემა გამოვალ მდგომარეობაში ვარდება. მათი ურთიერთობა რატო ნეტა ჯადოს გავავიდავა და თუ განეიტრალდა რა მე შემთხვევით. ესეთ რაღაცებზე ძალიან მეცინება. ხო, მე კიდე ვერ გააკეთებ, ფული შემოგელია. მანახე ფული გააკ, ქალო. ქალო, ფული გააკ, ფული. ფული, თუ გააკ, ქალო. ფული არა აქვს ამ საწოდავს. ხო. კარგი. მე კიდევ იცით რა არის? არსებობს, მოდი გეტყვით ჯადოს სახეები, რომელიც უნდა გაკეთდეს ერთხელ. არ იცოდი. ხო. სასიყვარულო ჯადოებში გეუბნებით. ხო, მე არ ვმუშაობ ხო ამ თემაზე, მაგრამ ერთხელ უნდა გაკეთდეს და რა ხდება? მეორეჯერ რო გაკეთებ, სი უკვე გაფრინდა ის ძველიც. გაიგეთ, აზრზე მოდის. აი ამიტომ სად დაგერხათ. წმენდაც რომ არ გააკეთოს ვინმემ და რაღაცა ვადაც არ გაუვიდეს, აქ ეთყობა აზარტში შევიდა ეს ქალბატონი თუ რა ვიცი რაღაცა კიდე იმაიმუნა და ასე რომ გაიგეთ რა ხდება? რა თემები ხდება? ხო, ჩემთან მიღებები გენაცვალე სწავლება თუ გნებავთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ უკვე მზად ვარ სამაგისოთ რომ შეგასწავლოთ ტარო, რუნები და სხვათა შორის რიტუალები. აი წმენდებზე კიდე ვფიქრობ, იმიტომ რომ წმენდები უბრალოდ ესე არ არის იქ ძალიან ბევრი რაღაცები უნდა მოგცეთ, ამიტომ მაგაზე ცოტა ღირებულთან ხას დავადებ გენაცვალე თუ წმენდებიც გაინტერესებთ. ძალიან
ღირებულთანაც, იმიტომ რომ ესე მათ რო წმენდავენ ერთი სანთელით ასე არ არის წმენდები და თუ კი ამას რომელიმე თქვენთაგანი შეისწავლით, მე აუცილებლად მიხვდებით, ხო? მაგრამ მე ამ თემას არ გავაჟღერებ, არ დავშიფრავ. არა. ადგილდა წმინდონ ერთი სანთელით, ერთი ისე რა ქვია, ასეთი სადარის ესე ერთი სანთელით. ანდა მაინც რა? ესაცილო ეს ხო აი ეს ეხლა ისე არ გამომივიდეს რომ სავსე არის ეს შეხედეთ ეს თქვენი წმენდების დროს მთლიანად იკითხება გინდ დაიჯერეთ გინდ არა ერთი სანთელი წმინდავენ ხო და ამ დროს თქვენ ერთხელ არ იკითხება თანაც არის ბევრი ერთხელ წაკითხვა საკმარისია და არის ბევრი 3 დღე 7 დღე 10 დღე 10 არა 12 დღე ესეთი ისინი არის უნდა იკითხო 9 არა 9 დღე 3 7 9 უნდა იკითხო და ხანდახან დღეში 3 ჯერ წარმოიდგინეთ ახლა თქვენ რამხელა ენერგიის ჩადება მე მიწევს ამაში და რამხელა რამდენად შრომატევადი არის და ერთი სანთლით როგორ წმინდავს ეს ხალხი ამ ხალხს მე რა ვიცი ეს ყველაფერი ახლა რო გადმოგცეთ ვიღაცას ძალიან კარგად უნდა გადამიხადოთ რა თქმა უნდა თუნდაც თქვენი თავისთვის შეისწავლოთ ერთი სანთლით ფაუქმებ და გავოქმდება იმ წუთში. აი მე და თან ზოგიერთი იმნაირი შეშინებული ტიპაჟი არის ძლივს რო ლაპარაკობს მაგნაირად გააუქმებ ზუსტად. რა გვინდოდა ახლა ჩვენ აქ მეტი რა გითხრათ კაი ამ ადამიანს შორდება ესე იგი ეს ადამიანი ხო გავაგრძელოთ ჩვენი თემები რატო ჩაურთე ჩანართი რატო გავაკეთე იმის გამო რომ იქ დამფიქსირდა მაგიური რაღაცა თემა კარგი თქვენთან ბოლო ამას რო შორდება იმიტომ ბრუნდება მოდი ასე დავსვათ კითხვა მაგიტომ ბრუნდები იმას დაშორდი და სხვას არა სხვას დაშორდის თემა ნახე იმას დავშორდი და ამის გამო თლად ესე იგი ეს არა სათადარიგო საბურავი არ ყოფილხართ კიდევ კარგი არა ამიტომ არა უბრალოდ მისთვის ეს ყველაფერი ძალიან ძიმი არის რაღაცეები ეთყობა კიდე გაცნობიერება უნდა ვერ ხვდება რაღაცეები აინტერესებს მართლა დახმარება სჭირდება ამ საწოდავს და გარდა ამისა მოწონება ნამდვილად აქვს თქვენს მიმართ ანუ ურთიერთობა სიამოვნებს კარგი, მოდი და მიგიღოთ თქვენ ამ ადამიანმა, როგორადაც არის ეს ყველაფერი და მოგცეთ ამის უფლება. რა შედეგი იქნება? მოდი ეს ვკითხოთ. გაგრძელდება ნამდვილად ეს ურთიერთობა თუ იგივე წრეზე დაგაბრუნებთ და იგივე ჯოჯოხეთს გაგარებინებთ, ნახოთ, აბა. ღირს ამ ეს ყველაფერი. თქვენ დაკარგვა არ უნდა. მეგობრობა მინდა. ეს ყველაფერი წარსულში მინდა დავტოვო. აი კაცო. თავიდან იწყებს თქვენთან, თავიდან. თუმცა ამას ჯერ ვერ აცნობიერებს, რომ ეს ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს, ამას ვერ ხვდება. ძალიან მიჭირს, მართლა ძალიან გაჭირებული დღეში აქ საწოდო. ამას თქვენი იმის დაკარგვაც რაღაცა პონტში არ უნდა, მაგრამ აი თქვენი დაკარგვა რატომ არ უნდა? რა შეამოვნებს მაშინ თქვენთან ამ ადამიანს? გავიგეთ, რომ ეხმარებით რაღაცაზე, ხო? ან შეიძლება ენერგეტიკულად და რას ლაპარაკობ თქვენი სიძლიერე, თქვენი ემოცია, თქვენი რაღაც სიმკაც, ნუ ამას ყველაფერი მოსწონს თქვენი, მაგრამ ეთყობა ნახეთ როგორ არის, უბრალოდ არ უნდა რომ იყოთ გულნატკენი, იყოთ მე მიყვარს ასეთი მამაკაცის.
ეხლა სიმართლე გითხრათ, მართლა გაკვირვებული ვარ, იმიტომ რომ ეხლა, სხვასთან რომ დაწოწიალებს, თავისთავად გული ეტკინება ადამიანს, აბა არ ეტკინება? ყველა შეუძლია ეს ეხლა ცოლი რო იყოს, სხვა თემაა, ხო, იცი ცოლი ყავს და ესეც არ გესიამოვნება, მოდი, მომენტალურად, მაგრამ აქ აშკარად სხვა რაღაც არის. ესე სხვასთან დაწოწიალებს კი არა, აი მე პირადად, მოდი ჩემ თავს ჩაგიკვეხებთ კიდე, მე პირადად. აი ადამიანთან ურთიერთობა რომ აქვს ნორმალური ახლა კარგი. 2-3 დღე არ გამოდის კონტაქტზე დაურეკე ვერ ვიმპასუხა, ყველაფერი მახსენდება, რაც არ მწყენია. და თუ კიდე დააგვიანა, უკვე всё, მინდა დავახრჩო. ეს უყურადღებობა იწვევს ამ ყველაფერს ჩემში. და მით უმეტეს ეხლა გრძნობა და რაღაცა, ხო ალბათ იმიტომ ვერ გავთხოვდი. იმიტომ ვერ შევედი ურთიერთობაში, მეუბნებიან წუნია. წუნია კი არა და ვერ ვიტან ხალხო ამ უყურადღებობას. ვერანაირად ვერ ვიტან. და მით უმეტეს ეხლა პირადში, რა ვიცი, შემოდის ადამიანი, ხო და ისა რა ქვია ორსკამზე ზის და ნავარდობს და ისა არ თან როგორ პასუხობს, არ მინდა გულნატკენი იყო და რა კაი ბიჭის როლს თამაშობს. მომიშალა ნერვები მაინც. კარგი, თუ გააგრძელებს ამ ურთიერთობას ბოლო-ბოლო მაინც თუ შეინარჩუნებს. შეინარჩუნებს კი, ინარჩუნებს თქვენთან მეგობრულს. მეგობრულს, მაგრამ ეს იმას შორდება, ვაფშე მარტო არ დარჩეს ეს საწყალი. ინარჩუნებს კი, მაგრამ როგორი ტიპაჟი არის, იცი, დღეს ერთი ხასიათის, ყოველ მეორე ხასიათის ცივი. ცივ ხასიათს გამოავლენს მერე, შეიძლება ახლა არ ჩანს, ეს მერე შეიცვლის ამ ხასიათებს, რომ იცოდეთ. მაგრამ ამას სულ მონატრება, ეს მონატრებით ბრუნდება თქვენთან თორე განა სხვა რაღაცით. არა, ოღონდ მეგობრობა და აი არ უნდა რა თქვენი დაკარგვა. აქ ცოლობაზე არ არის ლაპარაკი და რაღაცა ესეთ თემებზე. კაი, პასუხისმგებლობა, ცოლობის თემა არის ვინმესთან, თუ ვისთანაც შეიძლება. ой, არის, რას ლაპარაკობ, ეგეც შეიძლება. უბრალოდ მე არ შევხედე მაგნაირად. ესეც მოსალოდნელია ვიღაცასთან, კი. ოღონდ რა შემთხვევაში, იცით? რა შემთხვევაში გამოვა ეს? აქ პასუხი კი ეს ამას რას ლაპარაკობთ? ზე არჩევანს თქვენზე აკეთებს ეს. მიხდება ბოლო-ბოლო. ამ ყველაფერს თუ აღიარებ, ხმას თუ ამოიღებ. ხმის ამოღება არ უნდა. აბა როგორ უნდა იყოს ეს თემა? როგორ აგვარებ ამ თემას? ესე მოდის, აი ამას რა ვიცი, ჩხუბი-ჩხუბით უნდა ეს ყველაფერი მოაკვო, დამეხმარეს რაღაცა. აი მოგადგე, უბრალოდ რომ მოდის თქვენთან და ბრუნდება, უნდა მიხვდეთ. ამირან გულში მღეროდა ბიჭებო ბანი მომეცი თუ ეს თემა ჭირს ამას. მაგრამ იმდენი გაკვეთილები აქვს ჩემ გოგოებს ნანახი, რომ ხმარო არ ამოიღო ბიჭმა და ურთიერთობაში შევიდა, მე ხო არაფერ შეკპირები ვარო, ესეთი პასუხები რომ იცით ამ ბიჭებმა. ამაზეც დაფიქრდით, მამაკაცებო. რა ქნას ეხლა ამ ქალმა, როგორ მოიქცეს, ასე ვინც იქცევით. ხმის ამოღება რატო გონიათ პრობლემა? მერე ყურებში რომ არ მოგკაჩოთ? თუ სერიოზულად მართლა და აქ მაგის გამო ბრუნდებით ვიღა, უკვე მამაკაცებთან მაქვს მე უკვე საუბარი პირდაპირ. იმიტომ რომ ვიცი ბიჭებიც მისმენენ ძალიან ბევრი. თუ ესე ბრუნდებით, ხმაც უნდა ამოიღოთ, საჩუქარიც უნდა აჩუქოთ, დროც უნდა დაუთმოთ, მიყვარხარაც უნდა უთხრათ, მიყვარხარ. ხო. და ჩემი სუნთქვა ხარ და ჩემი გული ხარ და უშენოდ არ შემიძლია და ყველაფერი უნდა უთხრათ, კაცო. და უნდა რაღაცა ცოტა რომანტიკული ხასიათიც და რა ვიცი, დასასვენებლადაც უნდა წახვიდეთ და გასართობადაც უნდა წახვიდეთ და ჰაერზეც უნდა გაისეირნოთ. და რაღაცა ჩამოჯდეთ, არ არის. ნახეთ, არ არის ესე, რომ როცა აგიდგებათ, მაშინ მიადგეთ ქალს. არა. ეს არ უნდა გააკეთოთ. თუნდაც ასე იყოს. მაინც არ უნდა გააკეთოთ ეს.
და თუ გრძნობების გეშინიათ და ესა მაშინ არც უნდა შეხვიდეთ და ამ ხელაზე 900-ჯერ ქალთან დაბრუნდები, ესე იგი თავისთავად იმედი მოიცემა, ხო ადამიანს. ჯერ ერთი კარმას იზიანებთ. მოდი ქრისტიანულადაც რო გითხრათ, რადგან ჩვენ ქრისტიანული ერი ვართ. აი დაიმედება, გინდა გოგოს მხრიდან ბიჭს რო აიმედებ, გინდა ბიჭი გოგოს რომ აიმედებს. აი თქვენი საქციელი და საუბარზე არ არის კაცო, საქციელს 9-ჯერ რომ მიადგები, რა ვიცი მე ჩაეხუტები და აკოცებ, რაღა იფიქროს ქალმა ახლა, რატო უნდა იფიქროს ქალმა ჯანმრთელი აზროვნების ადამიანმა რატო უნდა იფიქროს, რომ არიგავ მიხმარს და მიმაგდებს. ეს თქვენი შეურაცხყოფა არ არის მამაკაცების. ჯანსაღი მოაზროვნე იფიქრებს, რომ ალბათ გრძნობა გაუჩნდა, რაღაცა სასურველი ვარ, მოვეწონე და რა, თუ მისცა ამის უფლება ქალმა თავისთავს, რა არის აქ პრობლემა? ესე იგი თქვენ ხართ არა ჯანსაღი. ასე არის. მაგრამ ამას როგორ ვეკადრებთ? კი, ასე არის სინამდვილეში. ამიტომ თქვენს არაჯანსაღურ დამოკიდებულებებს უნდა გავსწოროთ თვალი და უნდა გააცნობიეროთ ბოლო-ბოლო. უნდა გააცნობიეროთ. და ეს დაიმედება, აი ქრისტიანულში მასე ვამბობდი ზუსტად სარწმუნოების მხრივ, რადგან ძალიან დიდ ცოდვაში ეწერება ადამიანს, ქალსაც და კაცსაც. ხო და ეზოთერიკული მხრივ კუთხით კარმა გიზიანდებათ. სიტყვებია შეცვლილი, თორე ჯამი იგივე არის. გაიგეთ? მე არ გასწავლით როგორ შეიძლება ამის გამოსწორება. არა, არავითარ შემთხვევაში. რატომ იცით? რატომ? თქვენ ვიღაცას აწყენინეთ და ამისთვის უნდა დაისაჯოთ, უნდა ასხვიოთ. აი ესეთი ვარ მე. აბა, დუნდობელი. ამიტომ ცოტა გონებას მოუხმეთ და ცოტა დაფიქრეთ, მამაკაცებსაც გჭირდებათ ამ საკითხში დაფიქრება. და გამშვიდობებით ახლა გისურვებთ წარმატებით დროებით.